ამ ამბავს მზე ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გაიგებს, მას დაახლოებით 1 საათის წინ ევროპარლამენტმა მიანიჭა სახაროვის პრემია. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 1 საათის წინ გამოაცხადა სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში პლენარულ სხდომაზე და მან დაასახელა სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები მზე ამაღლობელთან ერთად აღნიშნული ჯილდო მიანიჭა ბელორუსელ ჟურნალისტ ანდრეი პოჩობუტისაც, რომელიც ახლა იმყოფება ლუკაშენკოს ტყვეობაში, ისევე როგორც მზე ამაღლობელი რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეს ადამიანები დაასახელა როგორც აზრის თავისუფლების სიმბოლო და ეს არის ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც არის დაწესებული და რომელიც გადაეცემა მზეა ამაღლობელს. რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ეს ადამიანები იცავდნენ სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. ორივე მათგანი ახლა იმყოფება ტყვეობაში ცრუ ბრალდებებით. ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება ევროპარლამენტისგან და ევროკავშირისგან, რომ დღეს მზე ამაღლობელი არის ქართული ოცნების ტყვეობაში და რომ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. It is my privilege to announce ჩემთვის პრივილეგიაა გამოვაცხადო, რომ 2025 წლის სახაროვის პრიზი აზრის თავისუფლებისთვის გადაეცემა ანდრეი პოჩობუტის ბელორუსიიდან და მზე ამაღლობელს საქართველოდან. Georgia. So both are journalists currently in prison. ორივე ჟურნალისტი ახლა ციხეში იმყოფება ცრუ ბრალდებებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პროფესიულ საქმეს აკეთებდნენ და საუბრობდნენ უსამართლობის შესახებ. სიმამაცემ ისინი აქციას სიმბოლოდ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ეს სახლი მათ გვერდით დგას და მათთან, ვინც აგრძელებს თავისუფლების მოთხოვნას. To demand freedom. იმ დროს, როდესაც მზე ამაღლობელს ევროპარლამენტმა მიანიჭა სახაროვის 2025 წლის აზრის თავისუფლების პრიზი, დარბაზში იმყოფებოდნენ ქართველი ჟურნალისტებიც, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, რადგან მზე ამაღლობელი გახდა პირველი ჟურნალისტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც მიანიჭეს მსგავსი პრიზი, ასეთი მაღალი ჯილდო. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მზე ამაღლობელი მათთვის ისედაც იყო გამარჯვებული და ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ მზე ამაღლობელი იმყოფება უკანონო ტყვეობაში, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში და მზე ამაღლობელი დღეს სრულიად საქართველოსთვის არის როგორც თავისუფლების სიმბოლო, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო და ის არის უკანონო პატიმარი. ეს ჯილდო მგონი არის აღიარება ყველა ქართველი მედიის წარმომადგენლისთვის საქართველოსთვის და თავისუფლებისათვის ებრძვის. და ძალიან გული მტკივა, რომ ამ პრიზის მფლობელი დღეს ციხეში იტანჯება და მისი ჩემი ბევრი კოლეგა. ევროპარლამენტის ეს უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისათვის მიიღო მან, ვისაც უნდა მიიღო. გულისხმობ მზე ამაღლობელს, რომელიც ახლა არის უკვე არა მხოლოდ მედიის თავისუფლებისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, არამედ სრულიად ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. ნელსონ მანდელა, ალექსეი ნავალნი, რამხელა წონის სახელებია, ხო? და რამდენად საამაყოა, რომ მათთან ერთად ბრიუსელში ევროპარლამენტის წინ გაიხსნება მზე ამაღლობელის ვარსკვლავი. ის რომ მას საერთაშორისო ასეთი აღიარება აქვს და მის ბრძოლას, რაც მთავარია, აღიარება აქვს, არა მარტო ქართველი ხალხისთვის, ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს ამას ცივილიზებულ სამყაროში, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ამას იმედია დაინახავენ ჩვენი თანამოქალაქეებიც, რომელიც ამ ძალას და ამ სიმართლეს დაინახავენ ის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის, რომლებიც ახლა ცოტათი ზოგი შიშის ქვეშ, ზოგი უიმედობის ქვეშ არის შავარდნილი, დაინახავენ, რომ ბრძოლას თუნდაც შიშველი ხელები, თუნდაც ციხის საკნიდან აქვს შედეგი. გაიმარჯვეს სინდისის პატიმრებმა, ვინც ახლა ციხეში არიან, გაიმარჯვეს ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და მათი ბრძოლის აღიარება, იმ სიმართლის აღიარება, რომელიც ჩვენ შიშველ ხელებში გვიჭირავს. ჩვენ ხომ მხოლოდ სიმართლე გვაქვს ჩვენს მხარეს.
მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის ჯილდოს მინიჭებას გამოეხმაურა სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისარი მარტა კოსი გაფართოების საკითხებში. ის ამბობს, რომ ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. ჩვენ ანდრეი ბოჩოტბუტისა და მზია ამაღლობელს მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს. დაწერა მარტა კოსმა და ასევე სულ ცოტა ხნის წინ მზია ამაღლობელს ჯილდოს მინიჭება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის თავისუფალი სიტყვის სიმბოლო. მე ასევე გეტყვით იმას, რომ სახაროვის უმაღლესი პრემია თავის დროზე სხვადასხვა წლებში მიენიჭა ნელსონ მანდელას, ასევე ალექსეი ნავალნის და ეს არის უდიდესი პატივი ქართველი ჟურნალისტისთვის.